გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. გრიგოლ გეგელიას უთქვამს, რომ არ გამოვრიცხავ თბილისში მერობის კანდიდატად ჩემი თავი რომ დავასახელო. ყოჩახ გრიგოლ. არის ასეთი სლაური ანდაზა, ის ჯარისკაცი არ ვარგა, ვისაც გენერლობა არ უნდაო. უნდა გრიგოლ გეგელიას გენერლობა და ეს მისასალმებელია. მართალია ის გენერალი ვერასდროს გახდება, მაგრამ ეს მთავარი არაა. გენერალი კი არა, აი ახლა პარტია ლელოში ლეიტენანტია და ჩემი აზრით ეს მისი კარიერის პიკია. აგერ მე და აგერ ლელო ასე თუ არ იყოს, მაგრამ მან ეს ერთყობა არ იცის. ამიტომაც აცხადებს გენერლობა, ანუ ქალაქ თბილისის მერობა შეიძლება მომინდესო. რა ქვია საქციელს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს შესაბამის ობიექტურ შეფასებას ვერ აძლევს. ამას ქვია უსაფუძვლო ამბიციურობა. კარგი, თვითონ ვერ ხვდება, რომ მერობის 1%-იანი შანსიც არ გააჩნია, მაგრამ ის ხომ მარტო არაა პარტიაში. ხო, მისი პარტიის თავკაცები ახლა დროებით საპყრობილეში მინდოდა მე თქვა იტანჯებიან, მაგრამ არ ვიტყვი ამას. რადგან ხაზარაძე და ჯაფარიძე რასაკვირველია არ იტანჯებიან საპყრობილეში. დღევანდელ საპყრობილეში ფიზიკურად არავინ იტანჯება. ეს ხომ მიშას დრო არაა. აბა ერთი მიშას დროს ყოფილიყო, იმასაც ვნახავდით, როგორი ცეკვით შებრძანდებოდნენ ხაზარაძე ჯაფარიძე იმ დროინდელ საკანში. რაღა იქ შესულან და რაღა გესტაპოს დილეგში. იმას ვამბობდი, პარტიის ტვინი და ნამოსი ახლა ციხეში არის მეთქი და ალბათ ამიტომაც გეგელია მიფიქრა, რომ ისაა მთავარი და ყველაფრის თქმა შეუძლია და არავინ ყავს წინ გადამდგომი. თვითონ ალბათ კი აქვს იმედი, რომ ის თუ თავის სახალისო პიროვნებას მერის კანდიდატურაზე წარადგენს, ხალხის მასებში ეს გახარებასა და გაგებას გამოიწვევს. და თავარია გულმხურვალე მხარდაჭერას. გამახსენდა მიხეილ ჟვანეცკის ერთ-ერთი მინიატურა, სადაც ის ამბობდა, მე 7 მეტრზე ვერასდროს გადავხტები. ვერ შევძლებ გადახტომას, გარბენსაც ვერ მოახერხებ, რომ გადავხტე. შეიძლება კი გამოვქანდე, მაგრამ მიწას ვერ მოუწყდებიო. ამ ერთი შეხედვით სახალისო სიტყვებში კარგი აზრია ჩადებული. ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობები და როდესაც რაღაც აუზიდავის აზიდვას გადავწყვეტ, უნდა გვახსოვდეს, რომ ბეჯის ამოგდების პერსპექტივა გველოდება და ხალხში კი ეს ყველაფერი სიცილსა და დაცინვას გამოიწვევს. ისე კი მე როგორც ოცნების ამორჩეველი ძალიან ვინატრებდი, რომ ლელოდან გრიგოლ გეგელიამ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა მერობაზე. არ მგონია, რომ თანაპარტიელებმა ამის საშუალება მისცენ, მაგრამ მაინც მინდა და თუ ასე იქნება, მაშინ არჩევნებზე ოდნავი ნერვიულობაც არ იქნება საჭირო. ოცნება გეგელიას 100-ით 0-ს მოუგებს. ის რომ ოპოზიციის უდიდესი ფრთა არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მე მახარებს. იმიტომ მახარებს, რომ როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ისინი სამუშაოდ არ არიან განწყობილნი. ისინი საქმის გაფუჭებისთვის მოდიან საკანონმდებლო სტრუქტურებში. მე თავის დროზე რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება თბილისის საკრებულოს სხდომას დავსწრებოდი. საკრებულოს დეპუტატთა შორის ნაცებიც იყვნენ და რა შვებოდნენ ნაცები, მხოლოდ დესტრუქცია შეჰქონდათ სხდომის მუშაობაში. მეცაც გეტყვით. მე ცოცხლად ხაბეიშვილის მინახავს სხდომაზე, რომელიც იქცეოდა ისე, როგორც უკანასკნელი პაცანა და უბნის შეურაცხადი. მთელი სხდომის განმავლობაში კომისიის წევრები მასთან სიტყვიერ ჭიდაობაზე კარგავდნენ დროს. არ ვაზვიადებ, მეგობრებო, ის ნებისმიერ საკითხზე იწყებდა სრულიად არაკონსტრუქციულ ყვირილს და რასაკვირველია, ყველა კენჭისყრაზე წინააღმდეგ წევდა ხელს. მისთვის სულ ერთი იყო, რას უყრიდნენ კენჭს. მას ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ნაცმა მითხრა კიდეს, მე აქ იმისთვის ვარ მოსული, ყველაფერი რომ გავაპროტესტოო. ანუ მუშაობა მათ არ უნდოდათ. ერთ სხდომაზე მახსოვს კომისიის თავმჯდომარემ მიმართა ხაბეიშვილს წინადადებით, აი ბატონო ლევან, როგორც თქვენ იტყვით, ისე გადავწყვიტოთ ეს საკითხიო. ანუ მივიღოთ თუ არ მივიღოთო. საკითხი უმნიშვნელო იყო, არ მახსოვს ზუსტად, მგონი რაღაც ბოძის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული. და ხაბეიშვილი დაიბნა. დიახ, სახე აერია, ვერ გადაწყვიტა რა უნდა ექნა. ანუ ამ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება და უმრავლესობის გადაწყვეტილება
თანხმედრაში მოვიდოდა და ეს იყო მისი თამაშის წესების ღალატი. ამიტომ მეგობრებო, პირადად მე მიხარია რომ ეს მავნებლები არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამით არ შეუშლიან ხელს სხვადასხვა სამუშაო პროცესს. თუმცა ხვდები რომ ასე არ უნდა იყოს. ერთპარტიული საკრებულოა თუ პარლამენტი ეს სწორი არა, მაგრამ ასეა თუ ისე, გადახედეთ რა ხდება დღეს პარლამენტში. სიმშვიდე, არავინ დახტის მაგიდებზე, არავინ იგინება, არავინ არავის ეპარება უკნიდან და კეფაში არ ურტყავს. განა ეს სუდია? გეგელიას მერობა, უბრალოდ მერობის მცდელობა კი გოეთეს ფაუზზე უფრო ძლიერი რამ იქნება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.